მოგესალმებით ბრუციანების ბრუციანი ვფიქრობ უკეთნობს მაგრამ გამოსაჩენი არ არის და თანზის ხევზე მართალია თვალი ტკივა მაგრამ ფეხები არა ამიტომ დევერეკე ხა სამსახურში რომ გიყვებით მე-6 საავტორო სკოლის პატარა კაფეს ბუღალტერიას ვუკეთებ მისმა დირექტორმა დამფუძნებელმა მაჩხა კოკერს პანელი უნდა წამოვიყვან ოღონდ მოვლენები არ ვითარდება ისე როგორც თქვენი ფიქრობთ სამწუხაროდ ერთი სული მაქვს მეტი კარგად არის ერთი სული მაქვს ჩავკოცნო ლაპირებ რომ შეთანხმება ესეთი რომ გავასწრისო ძალიან ახლობელ ადამიანს ვაძლევ ეხა მოგიყვებით მოიცეთ ესე როგორი ახლობელია ჩემი ყოფილი დედამთილის ბიძაშვილის ცოლს რომელთანაც ვმეგობრობ ძალიან ახლა ურთიერთობა მაქვს ვყვარ მეც მიყვარს რა თქმა უნდა და მოკლედ ხა და იქამდე სანამ წავიყვან კოკი დავარქვით ნათლობაში მივიღე მონაწილეობა 2 თვის არის დათა მებრძვის დავტოვოთო მე ვებრძვი გადმოცხოვრდი თბილისში თქო და თუ გინდა სპილო მოვიყვანოთ თქო ჩვენი პასუხისმგებლობით თქო გუშინეცინეთ მაგარი ხან და კაცი ანუ მე არ ვიმყოფები სახელმწიფო ქორწინებაში არავისთან არ მაქვს ხელი მოწერილი ბავშვები მყავს უკანონოდ გაჩენილი ხო და ნუ დათა არის დასრული ადამიანი რომელიც ინახავს ოჯახს ნუ ასე ჩანს საბუთებით გუშინ სკდებოდით სიცილით როდის უნდა დადგემ აქ პოზიციაზე რომელიც გეკუთვნის თქო ძალიან ვებრძვი რომ წამოვიდეს ორ ოჯახად ცხოვრებაზე საშინელება არაფერი არ არის ჯერ ის მომენტი რომ ქარივით დავქრივარ სანამ ახალგაზრდა ვარ რაღაცების ბევრის გაკეთება რისკი გაწევა შეიძლება და რაღაცების უფრო მეტად გაკეთება შეიძლება ჩვენთვის მე ხა დაახლოებით 20 წელიწადში მეც ადამიანს შესაძლებლობები სანამ აქვს და რაღაცის გათვლა შეუძლია იქამდე უნდა აკეთოს მე უკვე დანაზოგზე უნდა გადახვიდე ხო რომ სიბერისში მოხუცთა თავში საფარში თუ ჩაგაბარეს გქონდეს ხო არ ვიცი თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ არ მინდა ოდესმე მითხრას რომ შენ რომ დამაძალე და მე რო წამოვედი ეს იმიტომ არ გამომივიდა მაგის გამო ძალიან კორექტულად და ძალიან თავშეკავებით ვეუბნები რომ გამიხარდება თუ ჩამოხვალ კაც რო ჯამაგირი არ ყოფნის რა აზრი აქვს მასეთ მუშაობასაც არ გაფასებენ ძალიან ფრთხილად ვუხსნი რომ სანამ მე ჩემი არ გავაკეთე ვერ მივხვდი რას ნიშნავდა პირველად მეორად ის მაღაზიები მქონდა სადაც კარგად მაშინ ასე არ იყო მიბანძებული და წერეთელზე ძალიან კარგად ვმუშაობდი ყოველთვის ადამიანს უნდა ქონდეს შენი და ვარიგებ, მაგრამ მაგასაკში დედის დარიგება ხო გაგდის ორი და ყურში არ თქვენ როგორ ხართ როგორ ეკუთვნით თქვენ შვილებს გაცრავად ავსტავჭახი პროცესზე დავდივარ კიდევ საწინააღმდეგო მიმართული
ვიმღერიან. ჩვენ ისეთი კარგები და ლამაზები ვართ. წავედი ეს ტელეფონზე აკეთებს ხელს. ძალიან მინდა რომ მოვიყიდო მაღაზიას ვერ გავუვლიხო. ეხლა ვწრები ამ ასუნებული გვირაბიდან მიწის ქვეშ და ეს მაღაზია ძალიან მეყვარდა. რომელსაც სუსტად იდენტური სუნი აქვს. ავედით, ვიმერშელში. კაია, აი ძალიან სწრაფად უნდა იარო, რომ სისხლის მიმოქცევა. წავიდეს. მოვედი სახლში. ნახეთ რა კარგი შედეგი მაქვს. რაღაცა უკუღმა დავაყენე. კამერა, იმიტომ რომ სატენიც უნდა ქონოდა მიერთებული. სამსახურში ვიყავი. და რა თქმა უნდა ხელცარიელი ხომ არ გამომიშვებდნენ. რა ხდება რა ამბავია. ქათმის სალათი. ბრინჯი ქათმით მე ძალიან მიყვარს, ახლა ნიკოლოზას მაგრად გავუხარდება. და აქ არის მთელი რიგი გემრიელობების. ხაჭაპური, რომელიც ჩემია, ნიკას არ უყვარს. ორი ლობიანი. და უგემრიელესი ქათმის შაურმები აქვთ. რაო, მოდი. და ეხლა მოიცადეთ ვის აგაჩვენოთ. მოდი. ეს ერთი ქათმის შაურმა შენია. ერთი ჩემია, ორივე არ მიგერთვა. ეს ძალიან ძინავს. ლევე ძალიან ძინავს, ამას ძალიან. ცოტა სიყვარულია. ქათმის შაურმები, ამას უყურეთ ხალხო. ამას უყურეთ, ეს არის კოკი. ინგლისური სეტერი. გამთამაშებელი. კოკერ სპანიელი, ბოდიში სეტერი არა. რომელიც ეხლა მაჩუქის, მაგრამ ასე რომ მომყავდა. 1-5 პარტია ვიტირე უკვე. მოლაყურის როგორ არ გიждები. ისე მომწონს ვაფრენ. მაგრამ მიდის სხვა დედასთან. მე ნათლია ვარ. კოკი დავარქვი და გავაჭრე. მაგრამ თუ მოუჭირდება. და რა დავსვიდა. არ მომეწონება. Hier. Und so wird's aber. Chia, Pipi. Pipi. ერთი ციცქნა სიყვარულია. წავედი ახლა. მივხედავ ძაღლს ბავშვს და უნდა გავიყვანოთ ვაჟა-ფშაველაზე. ой, მე რა ტოტირი. მოგეშინია. არა. დავიღალე ხო ფეხით ვიარე, წავედი. შემოვარდი სახლში 5 საათია, 10:30-დან გავარდნილი ვარ. ფირალები რო იყვნენ გარეთ გავარდნილები და აღარ შემოდიოდნენ. ზუსტად ისე ვარ. თან ჩავიწვეთოთ, ხელები დავიბანე და წავიყვანე.
კოკი მივიყვანე პატრონთან. მთელი გზა აქ მეწვინა და ეძინა. მაგრამ ახლა ჩემი ემოციები როგორია? როგორც კი მივიხუტე, ჯერ თავიდან გამიჭერდა. ეგრევე ის ემოცია წამოვიდა, როგორც ჩამოიყვანა დათა მოლიკო, ცოტა დიდი და მას ეყავდა მეხუტებული კურტკაში. ძალიან მებრძოდა დათა, მაგრამ მივიყვანე იქამდე, რომ ნუ არა. მე ამ ეტაპზე არ მაქვს დრო, რომ ვასწავლო, გავზარდო. ანუ აქ ხო მარტო ყვება არ არის, საჭმელს მოუტან იმდენს, 800 ლეფს გავზდი. რა უნდა შეჭამოს, ხო? და აცრებსაც დაუფინანსებდი და ყველაფერს, მაგრამ მეცადინეობა ჭირდება, გაზდა ჭირდება, გვერდით ადამიანი ჭირდება, ორი თვის ლეკვი დააგდო სახლში, მიაფსას, მოაფსას, ანუ რომ მქონოდა აწყობილი რაღაცა ხის კონსტრუქცია, სადაც დაიკეტებოდა, სანამ გაიზრდება და იქნებოდა თავის სათამაშოებით, ლოგინით, ტუალეტით აღჭურვილი. მოთხარი ერთ-ერთი რაღაც ამიწყე მეთქი და მოვიყვანოთ თქო. ხო და ეგრევე წამოვიდა ის ემოცია, რომ ხო მოლი იყო რა და მიკვირდა ხოლმე რომ როგორ ამბობენ თქო რომ აი ძაღლი რომ მომიკვდება მეც აღარ ავიყვან სულის მახსენდება ნუ რაღა მართალი ყოფილა ყველა დეტალზე ყურზე მოვკითებდი ხელს მოლი მახსენდებოდა ცხვრზე ვაკოცებდი მოლი მახსენდებოდა ყველა დეტალზე მე უყვანე თავის პატრონს და იმეც ვიტოვებ ჯანმრთელი და ბედნიერი კოკერსპანიერი კოკი გაიზრდება. ოჯახი ხრამიო TikTok-ში არის ერთი გოგონა, რომელსაც ხანდახან ვუყურებ ხოლმე და მართლა ისე, იმიტომ რომ სულ უნდა ვიმუშაო, რომ სახლში საჭმელი არ მოვიტანო. არ ვიცი სადრას წავაწყდები, მოკლედ კოკი რო დავტოვე, ვაჟაზე ვიყავი და აგროჰაბი გაუხსნიათ იქ. არ ვიცოდი. რა ქუჩა ისიც არ ვიცი, მოკლედ ავუხვიე და სადაც მოვახერხე რომ მანქანა გამეჩერებინა. გავიხედე აგროჰაბი იყო. მეთქი კაიება შევალ, არასდროს არ ყოფილა. რა ვიყიდე აგროჰაბი. ძალიან ვაძალებ ჩემ თავს რო კვერცხი ვჭამო, აი გიჟდები 49 ლარის იყო, ანუ დიდი განსხვავება ვერ ვიგრძენი მე ხა ორნაბიჯში რო შევდივარ და ანუ ფასებსაც ვუყურებდი უბრალოდ 5 ლარს თუ ვაძლევ კვერცხში აქ 7 ვერ გაქვს პროცეულიც იგივე ფასებად წამოვიღე ეს არის ჩემი სიყვარული აისბერგი, რომელსაც დიდი რაოდენობით მივირთმევ ხოლმე და მერე მდედება და მერე მიმოყვება. ქათმის სალათი გავაკეთე და მაიონეზი დამაკლდა და 2 და რაღაც ღერდა და გამიკვირდა იმედია ნორმალური იქნება. 5-ში არ ავიღე 23 ლარი ღერდა და ესე წამოვიღე და ვიცი რომ გემრიელია და კონსერვატიულ კონტეინერში შავი პილპილის მარცვალი არ მქონდა ლიმონი და ჩაბატა დავჭრე ხან და გავყინა იმიტომ რომ დილას გაყინული გამოვიყე ეს მოლიკოს ნივთებია გადავყ შემოძრეგი იყო კატის საჭმელი. სადღაც 3-4 დღეში ერთხელ მიწევს ყიდვა. შემოძრეგი იყო ხელბასის მარაცია. ცოტა ერთი მოხარშველობიო. მოვიდალებიო სეზონი. მანდარინი ცოტა ნიგოზე ხვალ მომინატრა ჩემი პეჩენიები შვრით და
ნიგვზით რომ აცხობდი ხოლმე სტაფილოსი და ხოლმე რომ გავაკეთო. ეს მაჩიქეთ ხელბოსტანში სამზარეულოში დადეო ლამაზიო. ნახეთ რა საყვარელია. მე ეგრევე ვუსუნე და რატო ვუსუნე არ ვიცი. და ყველაზე ტალახიანი სტაფილო იმედია ცოტა ჯანმრთელი იქნება. გადავიდეთ ორი ნაბიჯი. აზე აუხფრთოვანდით, ისეთი გიმრიელია. და ეყაროს ეს აღარ არის გამოხრა. ესენის დავამატე გულში. აქ დიდი კუთხეა იმის რა. ეს და ყავაზე ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა. დედავლევ მე მაქავას. ხოდა წამოვა და ჯაკობსი აღონდა. იმდენად ბინძური თავი ქონდა, რომ ეცსული მაქვს როდის გადაყრი, რომელსაც მოყვა ჩაი. 100 ლარი დავხარჯე, მაგრამ სამაგიეროდ. ცოტა ფილე მაქვს მაცივარში. თევზი მაქვს, ბოსტნეული მაქვს ასე თუ ისე და რამდენიმე დღე არაფრის ყიდვას აღარ ვაპირებ. პურის გარდა. წავედი ახლა მე უნდა დავისვენო, იმიტომ რომ წუხა მთელი ღამე ვიმუშავე ამ თვალით. გასაკეთებელი მქონდა. ხვალ მინდა რომ წავიდე და ნიკოლოზის სქულქარგეთი აღვადგინო და მინდა რომ შოპმარინაში წავიდე და რაიმე შესამოსი ვიყიდო. აღარ მინდა ბრგე კაცის სახში. კარგად ვხედავ უკვე. ცოტა მიჯერს, მაგრამ ვახერხებ და სადმე სხვა ქვეყანაში თუ ვივაჭრებდი, მაგ შემთხვევაში კაი მოვიდეს, კაი არ გამოიაროს, მაგრამ ამჯერად საკუთარ თავს მე უზრუნველყოფ. შევეცდები რომ ესე კონკრეტული თანხა ავიღო, იმიტომ რომ ამის წინ რომ ვიყავი ვილვეტის ულამაზესი კომბინეზონი დავტოვე და დღემდე რომ ახსენდება არ მაქვს ხოლმე მე ტანსაცმელზე ესეთი რაღაცეები და ძალიან გული მწყდება რომ 40 ლარი ვერ გავიმეტე როცა ეს ფერდები შევიცინე. ხო და ეხა ესე ავიღებ ამ ფულს და ვიტყვი რომ ეს ფული ჩემია, ქურთუკი მომეწონება, შარვალი მომეწონება, ცოტა დიდი ხნით წავალ სანამ ნიკოლოზის სკოლაში იქნება და დავუვლი. ისნის შოპმარინა არ მომწონს და ერისთავის ქუჩაზე გაწავალ. ალბათ 150 ლარი, 200 ლარი მეყოფა და გამოვიშმოტკები. ხო, ანუ იმდენად ნორმალური რაღაცებია, მე მიყვარს სეზონის ბოლოს ჩაკეტი გადაყარე. ჩაკეტი დაალაგინა გავთან. 6-5 წუთია. 4 ყავა მაქვს მოხმარებული. ლუკმა არ ჩამსვლია. წავედი ახლა მივხედო ჩემ თავს და ცოტა დავისვენო იქ. წამოვგვერდები, რამე კარგ საინტერესო ფილმს ჩავთავ, ვუყურებ და ხვალაც ვისვენებ და ზეგიდან გავდივარ სამსახურში, ხვალაც გესტუმრობით. დროებით.